უკრაინის საკითხი ვინ იცის და მეორე ხარისხოვანი კი არა, საერთოდაც მესამე ხარისხოვანი გახდა უშუალოდ ჩვენთვის, რამდენადაც უკრაინის თემა ჩაყლაპა საქართველოში მიმდინარე პროცესმა, ესპარემ რო ვთქვათ, პროცესებმა, ამბებმა, განცხადებებმა, რომელსაც ბანდიტი ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ და რასაკვირველია, ჩაყლაპა პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის თემამ. და კიდევ იმ მოვლენებმა, ამბებმა, რომლებიც დაგეგმილია, მოსალოდნელია და კიდევ რაღაცეები რომ ფეთქდება, ხომ ფეთქდება, რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, გულახდილად გეტყვით, რაღაცეები რომ საინტერესო ხდება, ხო? ყურადღება მისაქცევი როგორ გამოვიდა, პირველი ლედი რომ გონია საკუთარი თავი, ის თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში და მე ნახევარი საზოგადოების ნახევარი სწორედ ამ თემაზე ელაპარაკობს და რა უკრაინა არის ირანი ვიღაც ცალია უკრაინისათვის და იმ ამბებისათვის, რომლებიც უკრაინის გარშემო ვითარდება. რასაკვირველია, უკრაინის თემა დაჩრდილა ახლო აღმოსავლეთის თემამაც. მძიმე ვითარებაა, ობიექტურები თუ ვიქნებით, შექმნილი ახლო აღმოსავლეთში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთობლივი ოპერაციის შედეგად წარმატებაზე არ აღწევენ. არა, აღწევენ, განა არა, მაგრამ სირთულეები არის და ეს უნდა ვთქვათ, ჩვენს და ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მაყურებელს უნდა ვუთხრა, მე ვალდებული ვარ, ვუთხრა, რომ განსაკუთრებით ორმუზის სრუტის მიმართულებით არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნილი, გაჭედილობა შექმნილი. სადაზღვევო კომპანიები არაზღვევენ იმ ტანკერებზე არსებულ ტვირთებს და ტანკერებს, რომლებიც ორმუზის სრუტეშია გაჭედილი, გაჩხერილი, იმიტომ რომ უსაფრთხოების გარანტია არ აქვს, იმიტომ რომ დაგეგმვა რა მოხდება ხვალზე, არავის არ შეუძლია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი არ გაანადგურა ძალიან ბევრი სამხედრო პოლიტიკური ლიდერი ირანის ისლამური რესპუბლიკისა და დაიწყო განადგურებით ალი ხამენეისა, მაგრამ და ლარიჯანი და ვინ არ მოკლა პირდაპირ მნიშვნელობით გაანადგურა ლიკვიდაცია ვისი არ მოახდინა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა და უფრო ისრაელმა თლად გულახდილებით თუ ვიქნებით, მაგრამ ირანი თვითკმარი და საკმაოდ ძლიერი და იმგვარი ქვეყანა აღმოჩნდა და პრინციპში მოსალოდნელიც იყო, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა და საპასუხო დარტყმებსაც განახორციელებდა ამერიკაზე, ამერიკის სამხედრო ობიექტებზე კი არა, ინფრასტრუქტურაზე, მოდი ასე ვიტყვი, უშუალოდ ირანში და უფრო ფართო გაგებით რეგიონში, ყატარში, საუდის არაბეთში, სხვაგან ხანდახანზე ხშირად ისმის აფეთქებები და ეს ოდესღაც საყმავებული რეგიონი მეთქი ასე ვერ ვიტყვი, ის აყვავებული ახლაც არის, მაგრამ მაინც გარკვეული პრობლემები ამ რეგიონში უკვე შექმნილია. ამასობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც თამაშობს, მოდი ასე ვიტყვი, გააკეთებს განცხადებას, რომელიც დაასტაბილურებს ასე მაგალითად ნავთობზე ფასებს, მაგრამ გააკეთებს განცხადებას, რომელიც სტაბილურობას სულაც არ უზრუნველყოფს და აი ამ პროცესშია აწევს მოლოდინებს, აკვირდება ბირჟა როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ბევრ რამეს აკვირდება. ამ პრეზიდენტმა, არაორდინალურმა პრეზიდენტმა ტრამპმა იცი თქვენ, რომ მიიღო გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდი დაბომბვების შეჩერების თაობაზე, რამაც ნავთობის ფასი ასწია ერთის მხრივ, უბრალოდ იმ მომენტისთვის დასწია, თუ გულახდილები ვიქნებით, მაგრამ აი ამ თლიანმა პოლიტიკამ რაღაცა ესეთი დიდი ძვრები გამოიწვია, დიდი ამპლიტუდები გამოიწვია ნავთობის ფასი და როცა მაღალი იყო, ძალიან მაღალი იყო ნავთობის ფასი, რასაკვირველია ისარგებლა ამით პუტინმა, რომელიც თავის მხრივ, აქვე ვიტყვი, გაჭედილია უკრაინაში და გულისხმობ, რასაკვირველია, უშუალოდ საკუთრივ უკრაინის ტერიტორიაზე მარცხზე იწვნევს რუსეთის ფედერაცია და მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ეპუება უშუალოდ რუსეთის გენერალიტეტი, ამის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ იყო დღე ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც არ შემეჩნდება რიცხვი 1700 სამხედრო ბანდიტი, ოკუპანტი დაეღუპა დაახლოებით 2000 კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე რუსეთის ფედერაციას. არ იმჩნევს რუსეთი, რასაკვირველია, შეუდარებლად დიდი ადამიანური რესურსი აქვს, განა არა თან ადამიანის სიცოცხლებისთვის 99 ხარისხოვანია მისი ნებისმიერი სამხედრო პოლიტიკური ელიტის ნებისმიერი წარმომადგენლისათვის, მაგრამ მეორე მხრივ არ იმჩნევს 1, 2 თუ 112 სამხედრო თუ პოლიტიკური პირი და იქ რუსეთში ჯერაც არიან ადამიანები, რომლებიც უკვე იწყებენ წუხილს
წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს SVO როგორც ასეთი დაწყებული ამ 4 წლის და მეტი ხნის წინ წარმატებული სულაც არ აღმოჩნდა ის რაც უნდა დამთავრებული იყოს 3 დღეში, 4 დღეში ვერ დამთავრდა მე-4 წლის თავზეც კი მე-5 წელი დაიწყო და გაწმუნებთ რომ ვერც ვერასოდეს დამთავრდება, უფრო ზუსტი რომ ვიყო, უფრო ნათლად რომ გითხრათ, კაფიოდ და ზუსტად რუსეთი საკუთარ მისიას, საკუთარ სურვილს, სუვილუკას ვერ შეასრულებს უკრაინაში, რაც არ უნდა მოხდეს და კიდევ ერთხელ უნდა ავიხსენოთ და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის მისია, რუსეთის ამოცანა იყო კიევის დანგრევაც კი დამხობაც კი ზელენსკის რეჟიმისა, კიევში უნდა აღმართულიყო პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელობით დროშა რუსეთის ფედერაციისა და მოსკოვს უნდა ეთქვა, რომ კიევ возвращается в родную gava კიევი უბრუნდება დედის წიაღს. თითქოს მშობელი მოსკოვი იყოს კიევისა და არა კიევი მოსკოვისა, თუ მაინც და მაინც მე-9 საუკუნეში უნდა გადავხვდეთ, ანუ 12 საუკუნის წინანდელ ამ სივრცეში. ამასობაში პუტინიც დამფრთხალია, მეთქი ეს გითხარით გუშინ, დამფრთხალია იმის გამო, რომ ალი ხამენეის განადგურების და არა მხოლოდ ალი ხამენეის განადგურების შემდეგ, როდესაც მას აჩვენეს კადრები, ან მიაწოდეს და მიაწოდეს ინფორმაციების თაობაზე, როგორ გაანადგურეს ამერიკელებმა ისრაელის მხარესთან ერთად ირანის არა მხოლოდ ერთი სულიერი ლიდერი, არამედ სწორედაც რომ პოლიტიკური, სამხედრო პოლიტიკური ელიტის ლიდერები, ლარიჯანის გახსენებაც შეიძლება და არა მხოლოდ ლარიჯანისა, პუტინი დამფრთხალია და გონია, წარმოდგენა აქვს, ის ხო სხვაგან არის, ის თავის სამყაროში ცხოვრობს, თავი ერთადერთი ივანიშვილს ხო არ გაგონებთ, თავი ერთადერთი დაგანუმეორებელი გონია და მას გონია, რომ ამერიკელები მასაც მიადგებიან. ის პუტინი აქედან გამომდინარე უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებებს მიმართავს ან ხორციელებს და არ ვიცი იცით თუ არა, რომ კრემლის პერიმეტრზე, აი კედელი როა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია კრემლი თავის კოშკურებით, ხო იმის პერიმეტრზე დგანან ასობით არა, 1000-ობით სამხედრო მოსამსახურეები დგანან, ჯარისკაცები დგანან, რომლებიც თავიდან ბოლომდე პრაქტიკულად ერთი ატომური ბომბი არ უჭირავთ, მეთქი ასე გეტყვით, არიან შეიარაღებულნი და აკონტროლებენ უსაფრთხოებას, საიდან გადის და საიდან შემოდის. პუტინი ან მისი ორეული, საერთოდ ვინმე არის თუ არა მანქანაში ამბობენ, საერთოდაც არ გამოჩენილაო პუტინი, ეს გუშინაც თქვი, კრემლში უკვე კარგა ხანია, იმიტომ რომ მას ეშინია, რომ დრონები, უკრაინული დრონები ხალხს უსავოღოთ, ამერიკელების ეგრეთ წოდებული უკაცრავად რუსულისთვის ნავოდკით, ხო, ანუ კოორდინატების გადაცემით და ასე შემდეგ, ისინი მიაღწევენ და აუფეთქებენ იმ გამოპუტინებულ ბაშკას შლეგლიდერ პუტინს. უკრაინელები ამაზე ყველაზე უფრო ხშირად წერენ, უკრაინის მედია ლაპარაკობს, უკრაინელი მიმომხილველები წერენ თუ ვიდეო კონტენტს გვთავაზობენ ამასთან დაკავშირებით. ერთი მეორეზე საინტერესოა, მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ გარკვეულზე ხშირად უკრაინელებს ახასიათებთ ეს კრიტიკული კენჭი მათ ბოსტანში, არა მხოლოდ სათაური, ყვითელი და სკანდალური, რომელიც მეტი და მეტი მაყურებლის ყურადღებას მიიპყრობს და ასეა დასათაური, ამის გამოა დასათაურებული სწორედაც რომ ასე მაგალითად რაღაც всё заканчивается, ყველაფერი დამთავრდა, რომ არა მოსკვა გარით, ხო, არაფერი მოსკვა не горит, ჯერჯერობით და მოსკვა будет гореть, ამას როცა მოსკვა будет гореть, მე რაღაც დაარქვევენ სიმართლე გიხსნათ არ ვიცით, მაგრამ ეს კენჭი თუ ლოდი ვისროლოთ უკრაინელი ბლოგერების ბოსტანში, მაგრამ ამავდროულად ისიც ვთქვათ, რომ ისინი ძალიან ოპერატიულად აშუქებენ და ხანდახანზე ხშირად და უმრავლეს შემთხვევაში აშუქებენ სწორედაც, რომ ხანდახან ჰიპერბოლიზირებულად, მაგრამ მაინც აშუქებენ სწორად იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს მოსკოვში, პადმასკოვიეში, პეტერბურგში, ლენინგრადის ოლქში, მთლიანად რუსეთში, რუსეთის დასავლეთ ნაწილში, ანუ ურალს აქეთ ნაწილში და ასე შემდეგ. რეალურად პუტინს მართლაც ეშინია SBU-ი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციისა, იმ SBU-ი, რომელმაც რამდენიმე მინიმუმ 3-4 და მათ შორის გამორჩეულად დასაკვირველია ეგრეთ წოდებული პაუცინა აღსანიშნავი უწარმატებულესი ოპერაცია განახორციელეს რუსეთის სიღრმეში და თუ მიწვდა ერთ სივრცეს ურალს იქითაც, მეორე სივრცეს ურალს იქითაც, ვლადივოსტოკშიც კი ეს პაუცინას არ ეხება, მაგრამ მაინც ჩამოვარდა დრონები და ვლადივოსტოკამდე ღმერთმა უწყის რამდენი კილომეტრია უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან, რატომაც არა
უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 800 კილომეტრში, 900 კილომეტრში, 1000 კილომეტრში, მოსკოვში რომ ჩამოვარდეს ბომბები და მოსკოვში სადმე პადმასკოვიეში კი არა, ზედწითელ მოედანზე, რატომაც არა, ამის ეშინია პუტინს და სამართლიანადაც ეშინია და აი აქ ისევ ნავთობის თემა უნდა ვახსენო და უნდა ვახსენო ერთი უსაინტერესო ესი ამბავი, სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო ხელის მოთბობა იმის გამო, რომ ფასები ნავთობზე, ნედლნავთობზე გავარდა და რუსეთმა ამის სარგებლობა დაიწყო, სარგებლობს რუსეთი და სხვა შორის არა მხოლოდ აღმოსავლეთის, არამედ დასავლეთისკენაც ვაჭრობს. სწორედ მაშინ ძალიან სერიოზული ამბები მოხდა, სწორედაც რომ ხსენებულ პეტერბურგის ლენინგრადის უფრო ზუსტი რო ვიყო, ოლქში და ჯერ წაგიკითხავთ ერთ ინფორმაციას, ამასთან კავშირში მყოფს, აგუშინ გასულ ღამეს ლენინგრადის ოლქში უკრაინელთა კამიკაძე დრონები კარიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმას არ ხორციელებენ. ეს კარიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უბრალო ამბავი არ გეგონოთ, უბრალო გადამამუშავებელი ქარხანა არ გეგონოთ, ის საკმაოდ სერიოზულია რუსეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩაწერილია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ხაზგასმით ვამბობ საკვანძო ენერგო ობიექტია, ის დაახლოებით 20 მილიონ ტონა ნავთობის გადამუშავებით არის დაკავებული წლის განმავლობაში და სპეციალიზირებულია დიზელის წარმოებასა და ექსპორტზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნედლეული ციმბიიდან ტრანსნეფტის მეშვეობით შედის, ხოლო ძირითადად გადაზიდვა უსტ-ლუგას, დაიმახსოვრეთ ეს სახელი, ეს ტოპონიმიკა, ეს სახელწოდება, ძირითადი გადაზიდვა უსტ-ლუგასა და პრიმორსკის პორტების გავლით ხდება. რომ ვიცოდეთ, ბოლო დღეებში ერთდროულად აინთო უსტ-ლუგა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პრიმორსკი და თავად კირიში. ეს არის სისტემური მუშაობა ერთ ჯაჭვზე, ნავთობი, გადამუშავება, ექსპორტი. და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბალტიის, ეს უსტ-ლუგა არის არა მხოლოდ ბალტიის ზღვაში არსებული ყველაზე დიდი პორტი, და მე გაჩვენებთ კადრებსაც, მგონია ამონიშნული მაქვს, არამედ რუსეთის მასშტაბით ნოვოროსიისკის პორტს თუ არ მივიღებთ ხედულობაში, ყველაზე დიდი პორტი, ანუ მეორე დიდი პორტი რუსეთის მასშტაბით და ერთ-ერთი დიდი პორტი, ყველაზე დიდი პორტი ბალტიაში, ბალტიის ზღვაში, ეგრა მაგის პასუხია და ეს არის კადრები, როგორ იწვის, არ ვიცი, დავასტოპო ალბათ, კარგი იქნება, მაგრამ აქ უკვე ეს სამკუთხედი შეგვიშლის და კარგად რო გაჩვენოთ. აი ეს არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია და ასთავარია ტერმინალები, რომლებიც ააფეთქეს უკრაინელებმა. აქვე შევიჭრიტოთ თქვენის ნებართვით და თუ არ ვწდები ეს გახსნილი მაქვს, ან შეიძლება არა მაქვს გახსნილი, მაგრამ მაინც უსტ-ლუგა, ხო, აი უსტ-ლუგას რუსულ ენაზე ვიკიპედია გვერდი და წავიკითხოთ თქვენის ნებართვით მარსკოი ტარგოვი პორტ, ანუ სავაჭრო საზღვაო პორტი. На северо-западе России, ჩრდილო დასავლეთით რუსეთისა, კინგესეპსკ, ესე იგი ხო, ლენინგრადის ობლასტში, ოლქში, როგორ წერია, კინგესეპსკამ რაიონი, კინგესეპსკის რაიონში, ლენინგრადის ოლქში. ხო, ფინეთის ყურის და ბალტიის ზღვაში, вблизи поселка Усть-Луга, начал работу открытия. ერთ წელს გახსნილა და ძალიან სერიოზული პორტია, რამდენი 67 ხო, ისე 68 დაახლოებით კვადრატული კილომეტრი, პლოშა ტერიტორია არის 1056 გამრავლით ამდენი კვადრატული მეტრი გამოდის ჰექტარი, გრუზააბაროტ, ანუ ტვირთბრუნვა 124 მილიონი ტონა 2022 წლის მონაცემებით, პრაპუსკნაია სპასობნაის 191 მილიონ ტონას გატარება შეუძლია. Время навигации ნოვოროსიისკის პორტისაგან განსხვავებით კრუგლა გაძიჩნაია, ანუ ყოველწლიურია, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ალბათ მასაც კლიმატური პრობლემები მაინც შეექმნება და ასე შემდეგ. რუკაზე ეს არის ასე გამოიყურება, რომ გაჩვენოთ, ბოდიში. ალბათ ესე ჯობია, რომ გაჩვენოთ აი წითელ წერტილს თუ ხედავთ, ესე იგი პორტ ბალტიის ზღვაში, სწორედ ლენინგრადის ოლქისა
კენ და აი ეს აფეთქეს უკრაინელებმა ანუ რუსეთს თითქოს აქვს პუტინს თითქოს აქვს შესაძლებლობა რომ გაიტანოს და გაიტანოს ფას აწეული ნავთობი მათ შორის ევროპის მიმართულებითაც მაგრამ ეს შესაძლებლობა მიუხედავად იმისა რომ აქვს უკრაინელები ამ შესაძლებლობას უსპობენ სწორედ აი ამ მიზან მიმართული დარტყმების იერიშების აფეთქებების შედეგად ესეც უნდა ვთქვათ. აქვე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები სწორედაც რომ უკრაინელ ბლოგერებს და მაგალითად ისინი ამბობენ რომ ძალოვანი სტრუქტურების მობილიზება უკრაინის კონფლიქტის გამო მოსკოვის რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ხო აქვე ისინი ამბობენ რომ კითხულობ მე თან პარალელურად მაღალი ალბათობით საერთაშორისო ზარებს როგორც ასეთს აკრძალავენ რუსეთში პუტინმა რომ აკრძალა ინტერნეტი გეცოდინებათ პუტინი დაკეტავს საზღვრებს და გამოაცხადებს მობილიზაციას ამიტომ სხვაშორის ეს ჩვენს კონტექსტში ძალიან საინტერესოა მოაწყდებიან მაღალი ალბათობით მათ შორის ინტერნეტის დაბლოკვის გამო რუსები სამხრეთ საზღვრებს და გადმოვლენ ლარსის საკონტროლო სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოს ტერიტორიაზე და 80,000 რუსი ყავს ახლა პლუს მინუს გვეყოლება 160 თუ 240 ამასობაში უკრაინელი ბლოგერები ამას ამბობენ რომ და ეს არ ართლასასია ცოტა დისტანცირებას ცდილობს პუტინისაგან ლუკაშენკოც კი ივანიშვილისაგან განსხვავებით ივანიშვილი ვერაფერს ხვდება უბრალოდ ივანიშვილი ალბათ ხვდება მაგრამ მას მოქმედების დიდი ამპლიტუდა არ აქვს იმიტომ რომ გონია და დიქტატორებს ხო სულ რაღაცა გონიათ აქ სხვაშორის ივანიშვილი შეიძლება სულაც არ ცდება მაგრამ მაინც რაღაც უფრო წარმოდგენებზე და არა ინფორმაციაზეა ეს დაყრდნობილი რომ როგორც კი ის ზურგს შეაქცევს მოსკოვს დღეს და ახლა უკვე ანუ ამ ეტაპზე თუ შეაქცევს ზურგს ავიჩოკიმისთვის გამზადებულია ანუ რუსები მაინც მოიცლიან მისთვის ხო აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ ბალტიის სამივე სახელმწიფოსკენ რუსეთი ხელფეხს რომ იქნებს პუტინი უაზროდ იმისთვის რომ გადარჩეს იმისთვის რომ რეპუტაცია საკუთარ მოსახლეობაში შეინარჩუნოს მან შეიძლება გახსნას უშუალოდ მან შეიძლება გახსნას ანუ რუსეთმა მეორე ფრონტი ბალტიის ზღვის მიმართულებით ცხადია პირველ ყოვლისა იგულისხმება ესტონეთი და არანაკლებ ყოვლისა იგულისხმება სუვალკის დერეფანი რომ კალინინგრადის ოლქისკენ გაჭრას სახმელეთო მიმოსვლა კალინინგრადის ოლქი მაინც იცით თქვენ რომ ბჭყალებში კონტინენტური რუსეთისაგან მოწყვეტილია ანუ რუსეთის ძირითადი და მთავარი და როგორც ჩვენ აღვიქვამთ რუსეთისაგან მოწყვეტილია და შუაგულ ევროპაშია კალინინგრადი ანუ კენიგსბერგი ესე იგი ხო სხვაშორის ეს ძალიან საინტერესოა სხვა კონტექსტში ეხლა სულ მიმდინარეობს ჯელობა იმ თემაზე როგორ დაიცავენ ბალტიელები ფინელები რომ დაუდგებიან გვერდზე გასაგებია ესტონელებს განსაკუთრებით და პირველ ყოვლისა პოლონელებიც რომ არ დაიხევენ უკან მაგრამ აი ნატო როგორც ორგანიზაცია რომელიც გვარიანად შესუსტებულია ამბობენ და აღშფოთება შეშფოთებას ვესწნებაო ამასაც ზედ უმატებენ ნატო როგორც ორგანიზაცია როგორ მოიქცევა აქვე ვიტყვი რომ არ მოელიან რუსეთის სახმელეთო ჯარის ან სადღა ხავს რა სახმელეთო ჯარის გადასროლას ესტონეთში და აი სუვალკის დერეფანის მიმართულებით სიმართლე გიხათ არ ვიცი იმიტომ როგორ დღა უნდა დაამყარონ მაშინ კავშირი კალინინგრადთან დანარჩენი რუსეთის მხრიდან ანუ იქ უნდა შეიჭრან ბელორუსიდან უნდა შეიჭრან უფრო ზუსტი რო ვიყო ლიტვისა და პოლონეთის ვიწრო ყელ დერეფანში 60 კილომეტრი დაახლოებით და სიგანით სიმართლე გითხრათ არ მახსოვს მაგრამ არც თუ დიდი იქ როგორ უნდა შეიჭრან სიმართლე გითხრათ არ ვიცით მაგრამ ახლა ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას არამედ ბრიუსელის რეაქციაზე ვამახვილებ ყურადღებას თუ დრონებით შეღწევა შეფრენა მოხდა ამ შემთხვევაში ნატო იტყვის რომ ხო გავიდნენ ეს დრონები და აქედან გამომდინარე ნატო მაღალი ალბათობით ამას იტყვის აქედან გამომდინარე ეს ინციდენტი ამოწურულიაო თუმცა მეორე მხრივ ამოწურული სულაც არ იქნება იმიტომ რომ ამ დრონებით შეღწევა ერთი სადაზვერვო შეღწევა შეიძლება იყოს საფუძველი იმისა რომ უკვე შემდგომ სწორედ ეს დრონები შეაფრინონ სხვა დრონები შეაფრინონ და გარკვეულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანონ იერიში დედა საიმასკდებელი ქვეყნის ჯარისკაცებმა თუ სამხედროებმა
და ასე შემდეგ. მოკლედ ამბები ძალიან რთულად ვითარდება, არ გამოვრიცხოთ ის, რომ კიდევ უფრო გლობალური იქნება კონფლიქტი და ბარემ ვიტყვი, ისი თქვენ რომ აპრილში უნდა გამართულიყო შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის, ტრამპი ჩადის ჩინეთში, ეს შეხვედრა გაუქმდა, სააპრილო შეხვედრა გაუქმდა, მაგრამ გადაიდო სააპრილო შეხვედრა როგორც ჩანს მაისის შუა რიცხვებისათვის, ამ პერიოდისათვის, შუა რიცხვებისათვის, მაისისა თუ ყველა არა რაც ხადია უკრაინის კვანძი გახსნილი არ იქნება, ბევრი კვანძი და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის კვანძი უნდა იყოს გახსნილი და უკვე მსოფლიო ორი წამყვანი ქვეყნის ლიდერებმა უკვე უნდა გააფორმონ, მოდი ასე ვიტყვი, ახალი მსოფლიოს ჩანასახის კონტურები, თუ სწორი სიტყვა, ეს მოკლედ ბევრ საკითხზე უკვე უნდა დაასვან საკუთარი ხელმოწერა, რაც გადაწყვეტილი იქნება, მათ შორის პირველ ყოვლისა გულისხმობ ირანის ამბავს და საქართველოს რომ არ ვახსენოთ, არ შეიძლება ამასობაში. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ამ კონტექსტს ვერ გრძნობს და მან კარგად უნდა იცოდეს, რომ როცა კვანძი გაიხსნება ირანში, ახლო აღმოსავლეთში, მყისიერად მისი ჯერი არ დადგება. ანუ მას ეგრევე არ მოსთხოვენ პასუხს რა, ეს მოსათხოვია პასუხი, იმიტომ რომ რიგში სხვა გამოწვევების წინაშე იქნება პრეზიდენტი ტრამპი და ცივილიზებული სამყარო, მაგრამ მოახლოვდება ბიზნეს ივანიშვილისათვის კონკრეტულად და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებისათვის პასუხის მოთხოვნის ჟამი იმაზე, რასაც ამ ხნის განმავლობაში სჩადიოდა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და პირველ ყოვლისა ამაში დამნაშავე არა, ამაში სწორედაც რომ ამ დამსახურება მიუძღვის იმ მოქალაქეს 1-ს, 2-ს, 100-ს, 1000-ს, 5000-ს, რომელიც უდრეკად დგას რუსთაველის გამზირზე და რომელიც არ აღიარებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ანუ შიდა ლეგიტიმაციას არ აძლევს და შიგნით ლეგიტიმაციის არ მიცემა არის საყრდენი საფუძველთა საფუძველი იმისა, რომ გარე ლეგიტიმაციასაც რაცა უნდა გაიხეს, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით ამას ესეთი ჟილები აქვს, ხო? ეგრეთ წოდებულ კაპებზე და ამიტომ გამიიოლდა. რაცა უნდა გაიხეს ირაკლი კოობახიძე კი არა ბიძინა ივანიშვილი, გარე ლეგიტიმაციას ის ვერ მიიღებს. ამიტომ გადატვირთვა მასაც მოუწევს გამრუგებლად იმისა, ახლა ასე ფიქრობს თუ არა, ოღონდ მაქსიმალის რატომ არიხებს უკან ამ ეტაპზე და მოუწევს ნახევა რა საკვირველია, იმიტომ რომ მას გონია რომ თუ უკან დაიხევს, მას შეუსრულებენ. არ არის ეს თლად უსაფუძვლო ფიქრი, დიახ, ერთხელ უკან დახევა ნიშნავს იმას, რომ ის კიდევ უფრო მეტად იქნება და სიტყვა ვიხმაროთ ახლა. ხო, თავზე ჩვენგან თით დაჭერილი ანუ გაჭყლეტილი და ასეც არის. ოღონდ გაჭყლეტვა, რომ ვიცოდეთ, მაინც გარდაუვალია. მისი გაჭყლეტვა, მისი პოლიტიკური ბანდიტური ჯგუფის გაჭყლეტვა, რამდენადაც ამ პოლიტიკურმა ბანდიტურმა ჯგუფმა ქართულობა ოცნებამ, რუსულმა ოცნებამ ამ ქვეყანას გამოუსწორებელი, აი რომ წარმოუდგენელი როა, ან ძალიან ძნელი როა, თუნდაც ასე ვიტყვი, ისეთი ზიანი მიაყენა და ისე გამოუსვა ყელში დანა. მაგრამ ჩვენ აღვდგებით და ამ სირთულებსაც დავძლებთ. დროშის მორწმუნეები მეუბნებიან, პატრიარქის გასვენებაში ის იყო, ისინი პატრიარქის ლოცვა კურთხევით. ახონდეს.